ბავშვებში ინტერნეტზე დამოკიდებულება ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება. სპეციალისტის თქმით, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები წარმოადგენენ. სწორედ ამ პერიოდში ინტერნეტი მათთვის სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება, რაც დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკს ზრდის. ფსიქოლოგი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინტერნეტის როგორც სასწავლო რესურსის ხელმისაწვდომობას ასახელებს. მისივე განმარტებით, ყველა საჭირო მასალა წიგნი თუ საგანმანათლებლო პლატფორმა ბავშვებისთვის ონლაინ სივრცეშია თარმოყრილი, რაც ხშირად დროის გადაჭარბებულ გამოყენებას იწვევს. ყველა ასაკი უკვე გახდა ვერ გამოყოფ ძირითადად რომელიმე ასაკს ან 5-6 წლიან ანაცლამდე ბავშვებს. ყველა ასაკში უკვე გახდა ინტერნეტ დამოკიდებული ბავშვები. აქედან გამომდინარე უფრო მკვეთრად თავს იჩენს გარდატეხის ასაკში, როდესაც ბავშვები თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ბავშვები სამეცადინო მასალა ინტერნეტიდან უნდა მოიძებნოს ბავშვებმა. როდესაც გვუსვამ შეკითხვას, რატომ ხარ შენ ინტერნეტ დამოკიდებული, პასუხი არის ასეთი: აბა რა ვქნათ, როდესაც ჩვენი პედაგოგი გვაძლევს სასწავლო მასალას ინტერნეტიდან. მე მესმის, მაგრამ აქედან გამომდინარე სწავლის შემდგომი პერიოდს ბავშვები უკვე თავის სასარგებლოდ იყენებენ და ეს უკვე უკონტროლო ხდება ეს სისტემა. პრევენციის მიზნით სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ. მე რჩევა მაქვს მშობლებთან. ის რომ როდესაც შეხედავს ბავშვი რომ ის დედას მშობელს განუწყვეტილ ხელში უკავია ტელეფონი და ინტერნეტში ჩაჩერებია საჭმის კეთების დროს, სახლის დალაგების დროს და მე არავის არ ვკიცხავ, უბრალოდ რჩევა მაქვს ასეთი როგორც ფსიქოლოგის რჩევა, თუ კი რა თქმა უნდა გაითვალისწინებენ, რომ ყოველთვის განსაზღვრული დროის ფაქტორი უნდა იყოს დაცული, რომ ბავშვმა იცოდეს, რომ 1 საათი, 2 საათი შეუძლია მას სულ ვერ მოვწყვიტავთ, იმიტომ რომ 21 საუკუნეში მოგეხსენებათ ყველაფერი ინტერნეტზე არის გადართული და ის რომ მიჯაჭვულობა იყოს, როგორც მიჯაჭვულობის პრინციპი, ფსიქოლოგები ასე ხსნით მას, მიჯაჭვულობის პრინციპი უკვე ისე მკვეთრად იჩენს თავს, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ ინტერნეტ გარეშე არსებობა. როდესაც ვაწვენთ ბავშვს, უნდა გავაკონტროლოთ მშობლებმა, რას აკეთებს, იძინებს თუ არის ტელეფონთან მიჯაჭვული, ყურობს ფილმებს, არის ხშირი შემთხვევა ესეთი, როდესაც ბავშვი გონია რომ დაიძინა, ჩუმად ინტერნეტით სარგებლობს, ყურებს ისეთ საშიშ ფილმებს, რომელიც მე ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის აღზნებას, ბავშვი ვერ იძინებს, დილას დგება, რა თქმა უნდა, გამოუძინებელი, ვერ აკონტროლებს მშობელი მის ძილს, დგება ბავშვი გამოუძინებელი და ეს იწვევს იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში ბავშვი არის გაღიზიანებული. აკეთებს ყურობენ ისეთ ფილმებს და აკეთებს იმ ჩვევებს, რასაც მიჩერებია იქ ინტერნეტში. მაგალითად არის ისეთი ფილმები, სადაც რობოტებია თუნდაც კლავენ ერთმანეს და ის ბავშვი გონია, რომ ეს ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ის ვერათვიცნობიერებს ისეთი პატარა ასაკში არის და რაც შეეხება ზედა ზღვარს, როდესაც ბავშვი უკვე არის დამოკიდებული, გარდატეხის ასაკშია და დამოკიდებული და მიჯაჭვულობა აქვს ინტერნეტზე, ეგ უკვე მოდის პატარა ასაკიდან და ვეღარ გადავაჩვევთ ჩვენ მას. პრევენციის მიზნით სპეციალისტი მშობლებს ურჩევს თავად გახდნენ შვილებისთვის მაგალითი. როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, მნიშვნელოვანია განსაზღვრული დროის ფაქტორის დაწესება და ოჯახის ყველა წევრის მიერ მისი დაცვა. რეკომენდაციის თანახმად, ეფექტიანია წახალისების მეთოდიც. როცა ბავშვი საკუთარი დროის ლიმიტს იცავს, მშობელმა მისი ქცევა დადებითად უნდა შეაფასოს. ეს მეთოდი არსებობს. აი, თუნდაც ბავშვს უყვარს ძალიან, თქვათ, გეუბნება, რომ რაღაცა სათამაშო, თქვათ, ბიჭთან გამომდინარე, რაღაცა მანქანა უნდა რომ იყიდოს და ან რამ ბურთი უნდა, აი რაღაცა, აი ბავშვს უნდა გთხოვს რომ იყიდე. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ? წახალისების პრინციპია ეს, რომ რამდენჯერმე ნაცადი ხერხი არის ეს, რომ აი დედა, თუ შენ მოდი, ამას არ უყურებ, ან ცოტა დროს შევზღუდავ, აი შენ ხო ძალიან გინდა ეს, მე შენ ამას გიყიდი. ბავშვს უკვე იმის ინტერესი აქვს, რომ მე თუ დედას რაც მითხრა იმას გავაკეთებ და დედა ჩემი მადლიერი და მშობელი იქნება, აი მე იმას მიყიდი და ასე, თორე ისე რომ აი მას უბრძანო და გადააჩვიო, ეს არ მოხდება. ეს არის მარტო ნათქვამი სიტყვებით დამერწმუნებით. ანუ არსებობს წახალისების მეთოდი ამ შემთხვევაში, ან თქვა გასეირნება უნდა ბავშვს, ან ნაყინზე წასვლა უნდა და კაფეში დაждდომა უნდა. რაღაც მშობელმა თვითონ ფანტაზიით უნდა მოიგონო შენ შვილს რა ესეამოვნება.
მოზარდებში ინტერნეტ დამოკიდებულება დღევანდელი რეალობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა მისი მართვა შესაძლებელია პასუხისმგებლიანი და სწორად ჩამოყალიბებული ჩვევების მეშვეობით.